უსაფრთხოების სისტემა ვალდებულია მოსახლეობასთან იპოვოს საერთო ენა და მაშინ მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც ვალდებულია რომ მიაწოდოს. ამის პრაქტიკული მაგალითები არსებობს. აქ არ არის მხოლოდ მოსახლეობაზე საუბარი ან საზოგადოების რაღაცა წრეებზე საუბარი. აქ საუბარი არის უსაფრთხოების სისტემის ანგარიშვალდებულებაზე ქვეყნის წინაშე. ამისთვის პრაქტიკული მაგალითები არსებობს, ეს რეალურად სამართლებრივად ეს ასედაც არის. ამის აქ გამოსავალი არის ერთი, რომ პოლიტიკური მდგენელი უნდა გაქრეს პირველ რიგში უსაფრთხოების სამსახურების, ასე ვთქვათ, საქმიანობაში, უნდა გაქრეს. გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა, უნდა გაქრეს. უნდა იყოს სამსახური ორიენტირებული კონკრეტულად მის ფუნქციებში შემავალი საკითხების გადაწყვეტაზე. ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტთან, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, სადაც არსებობს როგორც თავდაცვის უშიშროების კომიტეტის ფორმატი, არსებობს დეობის ჯგუფის ფორმატი, ანგარიშვალდებულება სხვადასხვა კონფერენციების, დისკუსიების, გინდა ღია, გინდა დახურული ჩატარება საექსპერტო საზოგადოებასთან, რომელიც უფრო კვალიფიციურ, ასე ვთქვათ, კითხვებში და საკითხებში შედის, ვიდრე ჩვეულებრივი მომხმარებელი. შესაბამისად, ასეთ ტიპის ურთიერთობები ნელ-ნელა ქმნის იმ რეალურ საფეხურებს, რაც საბოლოო ჯამში ამყარებს უსაფრთხოების სისტემისა და საზოგადოების სხვა ნაწილის თანამშრომლობის ფორმატებს.